სასწრაფო ამბავი ანრი თურქეთში სასიკვდილო საფრთხეშია. იმისთვის რომ ახალგაზრდა ქართველმა ბიჭმა თირკმლის გადანერგვამდე მიაღწიოს და სამშობლოში დაბრუნდეს, საჭიროა დიალიზის პროცედურების საფასურის დაუყოვნებლივ გადახდა. მეგობრებო, თქვენ უკვე დაეხმარეთ ანრის დიალიზის 10 პროცედურის საფასურის გადახდაში, რამაც ის ტანჯვით სიკვდილისგან იხსნა, მაგრამ სიცოცხლის დაბრუნება 62 წლის სიმპათიური ბიჭის სხეულში არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მას კვლავ სჭირდება თქვენი დახმარება. ოჯახს არა მხოლოდ ფული, არამედ ქონებაც აღარ გააჩნია. ყველაფერი გაყიდეს. ერთი თეთრიც კი არ აქვთ. ერთი დიალიზის პროცედურის ღირებულება $200-ია. ბიჭს ჰიდრონეფროზი აქვს. მარჯვენა თირკმელი ჯერ კიდევ ბავშვობაში ამოაჭრეს. ახლა კი საშინელება მოხდა. მარცხენა მას მუშაობა შეწყვიტა. ის გადანერგვისთვის ემზადება. კლინიკა ოჯახს დაეხმარა და ვალად ჩაატარა დიალიზის რამდენიმე პროცედურა, რადგან დაყოვნება სიკვდილის ტოლფასი იყო, მაგრამ ახლა გადახდის დრო დადგა. დაგროვებული თანხა $6,000-ია. თუ დავალიანება უახლოეს მომავალში არ დაიფარება, მკურნალობა შეჩერდება. კატასტროფა მოხდება. გთხოვთ ანრის გადარჩენაში დაეხმარეთ. ნებისმიერი თანხა სიცოცხლის შანსია. სიკეთესა და თანაგრძნობაშია საქართველოს ნამდვილი ძალა. თუ არ დავეხმარებით, კარდიომონიტორზე ეს ხაზი სწორი გახდება. ეს კი ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლის დასასრულს ნიშნავს. თავის ტიულებიც მაქვს ამდახან და გულისრევის შეგრძნებაც მაქვს. ხოლმე რამდენიმე თვე მომიწევს რომ დიალიზასწრებული გავაგრძელო. ახლა ამჯერად ისე დიალიზის საფასურის გადახდისთვის მჭირდება გულის შეგროვება და ხმარება. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.